გამარჯობათ. ეხლა მინდა აგიხსნათ თუ როგორ ხდება პროგრამაში კარადებზე ფეხების გამოტანა და მისი რეგულირება, სხვა ტიპის ფეხების არჩევა და რა ტიპის ფეხები არის, რანაირი კონსტრუქციის და როგორ გამოიყენება ისინი. მოგლეთ პირველი რაც არის დავაწყებინოთ აი ამ კარადაზე. L-ში როგორც ასეთი გვაქვს გრძელი დეტალები, ცოკოლი, კარნიზები, პლინტუსები და ასე შემდეგ და მათ შორის ფეხებიც, ნოშკი. აი აქ დავაწყებინებთ და უნებეთ ჩართვას დას და აი გამოიტანა ფეხებთან დაკავშირებით ესეთი რაღაცები. და ნახეთ რომ აი ახაც არ იყო ფეხები და ეხლა დადგა ფეხები. კი ბატონო, ხედავთ რომ ეს ფეხები როგორ არის გადამჯარი აქ ერთმანეთზე. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ესეთი რამ გავაკეთოთ. ეს ფეხები რეგულირდება სულ ყველა. აი ესე იგი შეგვიძლია ინდივიდუალური პოზიცია ნოშკის სპერეცი. თქვათ 30 მმ-ით გადმოწიოთ. აი ნახეთ. მაგრამ 30 ძალიან ბევრი არის, საკმარისი არის 25-იც. კი ბატონო. შეიძლება ითქვას 20-იც. გააჩნია ეს კლიპსები, რომელთაც მაგდება როგორ არის. ასევე ამ მეორე მხარესაც. გადმოწიოთ 20-ით. კი ბატონო, აი ესე დადგა. და გვაქვს ვარიანტი ნოჟეკ, კალჩესტვა ნოჟეკ, ინდივიდუალная პოზიცია ნოშკი და ხო, კი ბატონო. აი ახლა გვაქვს რაოდენობა, თუ რა შეგიძლიათ აირჩიოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში 4 ფეხი პედალის შემთხვევაში არის საკმარისი, ეს არის სტანდარტული ვარიანტი. კი ბატონო, მოდით ახლა მოგონი აქ გაუგებარი არაფერი არ არის და შეგვიძლია ჩვენ დავაწყებინოთ აი ამ კარებზე და ავირჩიოთ აი ამ კარადისთვის ახალი ვარიანტი ფეხების ნოშკიში შევდივართ, ვეუბნებით დას და აქაც გამოიტანა ვარიანტები ფეხების ნოშკი. აქ გვაქვს აი ვარიანტები ფეხების. გვაქვს ესე იგი აი ამ კარადას, გასაგორებელ კარადას მე მაგალითად დავირჩევდი აი ესეთი სახის ფეხს. ეს არის იტალიანა ფერამენტა, აი ნახეთ როგორ დადგა ეს ფეხები და რატო ავირჩევდი ამ ფეხს, მოდი შევიდეთ ისე იტალიანა ფერამენტაში და გეტყვით რომ ეს არის ფეხი, რომელიც რეგულირდება ზევიდან და ასეთი ტიპის კარადას, რომელიც არის ძალიან მძიმე, ჭირდება სარეგულირო ფეხები. ამ ფეხს აქვს აი გვერდითა კვილი და ეს კვილი ჭირდება კარადის გვერდში. და რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ არეგულირებთ და გინდათ რომ აწიოთ ზევით, ეს კარადის გვერდიც თან მიყვება ძირს. ისე რომ არ არის იმის საშიშროება, რომ ძირი გატყდეს. მარტო აი ძირზე რომ დაამაგროთ ფეხი და აწიოთ, ხო, აი მაშინ შეიძლება უკვე კონსტრუქცია დაიძაბოს და მოხდეს გატეხვა იმის, რა ქვია, შეერთების ადგილების. კარგით, მოგლეთ, ეს დანარჩენები არიან, აი ესეთ სარეგულირებელი ფეხებია, ეს მაინც ძირითადად გამოიყენება მშობუქ კარადებზე, უფრო სამზარეულოს ქვედა ძირებზე და ასე შემდეგ. აი ესეც მაგდაგვარი ფეხებია, სარეგულირო ფეხები, ესეც მშობუქი კარადებისთვის. აი ეს ერთი ცალი ფეხი 170 კილოგრამს, ასე ვთქვათ, უძლებს და საკმაოდ ესეთი ძლიერი კონსტრუქციული ფეხი არის და კარგად გამოიყენება ესეთ კარადებში. ასევე არის შეგიძლიათ ნახოთ ამ ტიპის ფეხები, რეგულირებადი ფეხები, რომლებიც ასევე მძიმე წონას უძლებს.
ჩვენ ვეცდებით რომ შემდგომში ეს ფეხებიც შევიტანოთ ჩვენს კატალოგში სხვადასხვა ფირმების. კარგით, მოკლედ აქედან გამოვედით, აქ ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ და ავიღოთ კალიჩესტონ ნოჟეკ, ასეთ კარადაზე მე ავირჩევდი აი მაგალითად ამდენ ფეხს. ნახეთ, იმიტომ რომ ეს არის მოდულებად გაყოფილი, ერთ მოდულზე 6 ფეხი, მეორეზეც 6 ფეხი. ეს პოზიცია ნოშკი არის, მოდით ჯერ ჩვენ აი გამოიტანა ეს პოზიცია ნოშკი, ანუ გვერდით და ფეხები ყველა არის, ასე ვთქვათ, უძრავ მდგომარეობაში, რომელიც გვერდში არის შერჩეული, ასე ვთქვათ, დამაგრებული, რომელიც გვერდსაც წევს, იმიტომ რომ ეს ფეხები რო გადაადგილოთ, მაშინვე დაირღვევა, ასე ვთქვათ, ამ ფეხის მთავარი ფუნქცია, რომ წაიღოს გვერდიც. ამიტომ ეს ფეხები გვერდით, ასე ვთქვათ, დაბოლოებებში, სადაც აი კარადის გვერდი არის უძრავ მდგომარეობაში. დანარჩენი მოძრაობს. მოდი ჯერ ჩვენ გავაასწოროთ აი ეს რელზე, რომელიც დგას აი ეს ფეხები. ავიღოთ აქ 35 მილიმეტრი და ვნახოთ, არა ესეც არ არის საკმარისი, უფრო მე მგონი 45 მილიმეტრზე კარგად დადგება ესენი. კი ბატონო. აი რელსთან არანაირი კავშირი არ აქვს და აქეთ ფეხებს ავიღებდი 35 მილიმეტრს უკანას. იმიტომ რომ თქვენ როდესაც საზურგეს ჩასვავთ აქ უკან, ხო? რომ საზურგემ ხელი არ შეუშალოს აი რეგულირებაში ფეხს. ხელი რომ შეგიშალოთ, ამიტომ უნდა იყოს გადაწეული ცოტა წინ. ეხლა რა გვაქვს ჩვენ? გვაქვს აი ესეთი პოზიცია, სადაც შეგიძლიათ თქვენ დაარეგულიროთ ეს ფეხები, თუნდაც აი ნახეთ, აი მოდი ვთქვათ ესე 150 მილიმეტრით გადავწიოთ აი ეს ფეხი. და სადმოა? კი ბატონო, ნახეთ, შეგვიძლია თან შევხედოთ, სად არის, აგერ არის ბატონო და არც ისე ახლოს მივიდა და რეგულირება შესაძლებელი არის და ნუ მოდი ვთქვათ, რომ აი ეს ფეხი, რომელიც აქ გვაქვს, ესაც გადავწიოთ, მოდი ვთქვათ 100 მილიმეტრით, ბატონო. მაგრამ 100 მილიმეტრი დადგა პირდაპირ პერეგალოტკის ქვეშ. და მოდი ვთქვათ, არ გვინდა 100 მილიმეტრი, მეორე. გავაკეთოთ. აქ 70 მილიმეტრით გადავწიოთ, 70 მილიმეტრი და ეხლა ასეთ შემთხვევაში უკვე აი ნახეთ, ზუსტად დაჭრა აქ, რომ თქვენ რეგულირება მოახდინოთ ფეხის. ასევე ეს ნაწილიც მეორე მხარის, ესე იგი აქ შეგვიძლია ჩვენ -150 გავაკეთოთ. აი ნახეთ, ესეც ახლოს მოვიდა. აბა შევხედოთ როგორ დაჭრა, კი ბატონო, ძალიან კარგად დაჭრა. და ესეც რომ გავასაშუალოთ, დაახლოებით 100 მილიმეტრით, -100 მილიმეტრით გადმოვწიოთ ეს ფეხებიც, აბატონო. ანუ უკვე პროგრამულმა ჩარხმა იცის თუ სად გააკეთოს ეს ნახრეტები და თქვენთვისაც იოლი იქნება, როცა დაამაგრებთ ამ ფეხებს, როგორ დაამაგრებთ და რანაირად. და აქ გვერდში როგორ მოხდეს მისი შეფერესვა. მე მგონი, აქ ყველაფერი გარკვეულია, ესე იგი ძალიან მარტივად არის. ვიზუალში თქვენ ხედავთ თუ როგორ დგება ეს ფეხები, სად არის ხელი არ შეგეშალოთ მე შემდგომში რეგულირებაში და პრინციპში ძალიან მარტივად არის შექმნილი ეს ყველაფერი. კი ბატონო, ამით დავამთავროთ დღევანდელი, ასე ვთქვათ, სწავლება, ვიდეო სწავლება და გემშვიდობებით ნახვამდის.